დადის მარტო პარლამენტში, დადის მარტო მთავრობაში და იქ საერთოდ არ მიდის სამინისტრო იქ არის, არ არის, არ გონი არ არის ნამდვილად. ხალხი ელოდება საათობით, დღეობით და კვირაობით. პერსონალურად ერთი კაცის იმედზე რატო ხარ? და რატო რა მოთხოვნებით მიდიან ეგება გითხრათ? ზოგს ხაფლი უნდა, ზოგს კარი უნდა, ზოგს გახმარება უნდა. ჩამოყალიბეთ, თუ ერთი წამის და თუ კი დაუშვათ ვინა უნდა, ვინმე განცხადება ხო უნდა დაიწეროს იქ რაღაცა ვადა პასუხის გასაცემი. აი ეს კაცთან რატო მიდიან სუბელიანთან იქ აპარატი არსებობს, აპარატშივე მოიწია პასუხი. აი იმ აპარატში რომ ყოფილვარ თქო, არავინ ყურადღებას არ გოგზავნა. ერთი რაღაცა ხომ სუბელიანის და ადვოკატი ნამდვილად არ იქნება, ჩვენ ყველას ვიყვარს კირილტის სამისო და იმის ჯერ ყველა ისტორია ხდება საათობით და არც მოადგილი არა, უმისოთ ვერავინ აპარატი მე მგონი მუშაობს. ავიც. მგონი აპარატი მუშაობს, რატო ველოდებით ერთი კაცი. თუ მგონია ბატონო დავით რომ მუშაობს ყველაფერი. სინამდვილეში ხალხში არავინ არ მუშაობს. აქ დიდი მადლობა, ხალბატონო სამართლზე მე არ ვიცი იმაზე გეტყვი. სამინისტრო სასწავლო ვეღარ და იქ საერთოდ დოკუმენტაციის მოგროვება და რაღაცა რა სისტემა არსებობს? არქივის ეს კაცი რომ მოწესრიგეს. კი, რა თქმა უნდა, სისტემა უნდა არსებობდეს. მაგრამ გითხარით, რომ ჩვენ გვექნება პრობლემები, თქვა ამათ ვინ ინფორმაციის მოპოვებას უცდელობთ, თუმცა ბატონს რომელიც ახლა საუბრობდა, მინდა შევთავაზო, რომ თუ მას აწუხებს კონკრეტული პრობლემა, თუ მას ჭირდება კონკრეტული დახმარება რაღაც სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად დავეხმაროთ, მე მინდა შევთავაზოთ ხოლო მობრძანდით ჩვენთან ან თბილისის ოფისში, რომელიც მდებარეობს კრილოვის 15 ნომერში, ან შეგიძლიათ მიბრძანდეთ გორის ოფისში და ჩვენ შევეცდებით ყველანაირად ჩვენ დაგეხმარებით განცხადების დაწერაში, ჩვენ დაგეხმარებით წარმომადგენლობაში, თუ ეს რა თქმა უნდა ჩვენს კრიტერიუმებში მოხდება, ოღონდ თქვენ თავარია იყავით აქტიურები და თქვენ თვითონ დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ. დიდი მადლობა არის ალინა, შემიძლია გითხოთ ახლა თქვენ ისე იწევთ თბილისს. დენადობა როგორი არის თქვენთან, აი მოსახლეობის რამდენი, წესში რამდენი ადამიანს იღებს, რამდენი ადამიანს ამ წესში რამდენს უწევთ იურიდიულ მომსახურებას, საკვალიანებას და ასე შემდეგ. თქვენ ძალიან ისეთი საინტერესო ლოზუნგებს კიდევ ერთხელ მინდა დავიმეორო, იბრძოლე შენი უფლებისათვის და ჩვენ დაგიცავთ. რამდენად ასრულებთ აი ამ ლოზუნგს? კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო ცენტრი და რა თქმა უნდა ჩვენი მომსახურება ამ შემთხვევაში არის უფასო. ყოველდღიურად მოდის ძალიან ბევრი ადამიანი, მოქალაქეები მოდიან როგორც ის სამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი საკითხებით, ჩვენ ყავს სპეციალისტები, ყველა მიმართულებით, გვაქვს როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კონსულტაცია და მინდა გითხრათ, რომ რიცხვი, რომელიც ფიქსირდება, ჩვენ თქმა უნდა ამის სტატისტიკას ვაწარმოებთ, ეს არის ჩვენი პირადი ანგარიშგება საზოგადოების წინაშე. კი ბატონო, გეტყვით მოგახსენებთ 2007 წელს დაფიქსირდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ეს არის 90,000 ადამიანი, რომელიც კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ეს გვარი სიამაყე ჩვენ გვენდობიან მოქალაქეები, ისინი მოდიან ჩვენთან და მინდა გითხრათ, ისინი არიან კმაყოფილი იმ იურიდიული მომსახურების, რომელსაც ვუწევთ მათ. ეს სადღაც ფეში 800, ეს კვირაში 200. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ გვაქვს არა მარტო თბილისში ოფისი, ჩვენ გვაქვს 7 რეგიონალურ ოფისებში. ამდენი იყოს კონსულტაციები. კი, მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო ადვოკატის სამსახური ჩამოყალიბდა, ისინი ემსახურებიან მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს. ეს კანონში იყო ჩადებული ვალდებულება, რომ 2009 წლიდან დაამოქმედებული იყო დახმარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, თუმცა ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო და ახალგაზრდების ასოციაციას აქვს განაცხადი, რომ 2011 წლამდე სანამ ამოქმედდება ეს სამსახური სრულფასოვნად, ჩვენ შეგვიძლია შევითავხოთ რესურსების ფარგლებში, თქო. კარგი ხალხო, მაგრამ მინდა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში ეს პირეული დაიწყო, ძალიან საინტერესო ინიციატივა გამოიჩინა ახალგაზრდა იურისტ ასოციაციამ და მე გასაცდება გული, ну, в принципе, გუშინ ჩვენმა საინფორმაციო აკია ეს დაგიფიქსირათ ეს თქვენი მოშრეკა ამ ეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ფონდის და რეგულაციის სამართლისა. იდეა თვითონ, რომ აი ამ ერთი კვირის მანძილზე საზოგადოება დაინტერესდება თქვენი ასოციაციის აქტიური გაზისა და შრომით, ისე ჩვენი უფლებების დასაცავად და მე მას ამომწევს სამართ ეს პერიოდი იბრძოლე შენი უფლებისას და ჩვენ დაგიცავთ. ჩვენ უძღვრებივად თუ თვითონ მოქალაქეები არ გამოიჩენენ აქტიურობას. მოქალაქეები ჩვენთან ერთად არ იბრძოლებენ. პრიზებით კრილოვის 14 ყველას უკაცრავად ყველას ეთოდილება და
თუკი 90,000 ყავდათ შვიცებს, ეხლა ალბათ 150,000 გამოლებათ. ალბათ მინდა გითხრათ აი ამ აქტიურობისას ძალიან კარგია რომ ახალგაზრდები სწორედ აი ესეთი აშრომი და გაჟით პარლამენტების საზოგადოების წინაშე და პირდაპირ პარლამენტში შევარდნით გაზეთის და ბუდის სიტუაციაზე იქაურობა აღარის ამაზე ლაპარაკი თუ გასწორიოდე სიტყვის თქვის სურვილი აი ფილმზე რომელიც შეგვდა გაუშვათ რეკლამის შემდგომ რაზე ეს ფილმი დავანონსოთ მაყურებლებს რა ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ფილმს უშვებთ ეს ფილმი არის დევნილებზე ეს ფილმი ჩვენ შევქმნით გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით და ჩვენ გამახვილებთ ყურადღებას იმ პრობლემებზე რომელიც დევნილებს აწუხებს კერძოდ ალბათ ყველა დევნილი დამეთანხმება ეს არის დევნილების დავალიანება საბანკო სექტორის მიმართ ყველა დევნილი ამას ძალიან მწვინეულად განიცდის სამწუხაროდ ეს ხალხი მოელოდა რომ მათ ისინი შეძლებდნენ ამ კრედიტების გასტუმრებას მათ ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა და რეალურად ჰქონდათ შანსი რომ ეს კრედიტი დაესტუმრებინათ თუმცა იმის გამო რაც მოხდა ისინი მოკლებული არიან ელემენტარულ საარსებო პირობებს ვინ ლაპარაკობს რა თქმა უნდა ზოგიერთი საბანკო დაწესებულება იქცევა ძალიან კარგად ვითხარით ვინც იქცევა რომ სიმონე მისცეს ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ არ არის დაკონკრეტება აუცილებელი თუმცა რა თქმა უნდა საბანკო სექტორის მიმართ ხრიდან გულისხმიერების გამოჩენა რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება. და ჩვენ ვფიქრობთ რომ სახელმწიფო გარკვეული დოზით ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა ჩაერევეს. მათ არა ისინი ვერ უბრძანებენ კერძო ბანკებს, არც არავის შემთხვევაში არ უნდა უბრძანონ რომ ისინი ვერ კეთებია კერძო ბანკებზე გავლენისა რომ ჩვენ ამას ვერ ვძვით და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არ უნდა მოხდეს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ შეიძლება სახელმწიფომ იმ საერთაშორისო დახმარებიდან რომელიც საქართველოს შემოდის და რომელსაც ძალიან ვამაყობთ ჩვენ იმ 4.5 მილიონიდან მილიარდიდან მით უმეტეს უნდა გამოიყოს გარკვეული თანხები რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა დაეკვირა. რა კი დიდი მადლობა მოდით აი ამ რეჟიმში ვიმუშაოთ ჩვენ ახლა რეკლამაზე გავაბდა რეკლამის შემდგომ აი ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილმს ვნახავთ რომელიც აი მართლა ძალიან ძიმე და დრამატულ პრობლემებს შეეხება და ჩემს მხრიდან ქალბატონო ლინა ქალბატონო თამარ მინდა დაგიდასტუროთ თქვენ თუ რაიმე სატელევიზიო პროდუქციას გაამზადებთ აი პირდებით უანგარო ჩვენ ნებისმიერ დროს გავუშვებთ თქვენ ფილმს ოღონდ რამე სასიკეთო გაკეთეთ ოღონდ რამე კარგი და მე მიხარია რომ ესეთი საინტერესო და იმედის მომცემი ახალგაზრდა იურისტები ემატება ქართულ საზოგადოებას. დიდი მადლობა რომ გისმენთ რეკლამის შემდგომ ამ ფორმატში ძალიან საინტერესო ფილმს გთავაზობენ ახალგაზრდა იურისტები. მადლობა, კარგად დამდებოდეთ.